ბავშვებო, გამარჯობა, მე ვარ ბეგო. გამარჯობა ბავშვებო, მე ვარ ირაკლი. ირაკლი, იცი როგორ ველოდებოდი დღევანდელ გადაცემას? მართლა? იცი რატო? ნაყინი არის სათავეში და ნაყინის აი ეს დარჩენილი ნაწილი მინდა მეც რომ ვიცწავდო. რა მაგარი არის ე? ვაჩვენებ ირაკლი. ძალიან კარგი. აბა მოდი. ბავშვებო, ეხლა ჩვენ უნდა შევიდეთ ჩვენს უკვე მზა პროექტში, რომელიც ჩვენ წინა გაკვეთილზე გავაკეთეთ. და ეხლა ნახეთ, ჩვენი ნაყინი, როგორც ალბათ გახსოვთ, იყო ცოტათი დახრილი. დახრილი? კი. გამზადებული ვიდეოში. ნუ ხო. გასაგებია. და მოდით აი აქ მიმართულებიდან ესე ცოტათი დავხაროთ. მეორესაც ასე გავაკეთებ, ხო ირაკლი? მეორე ავტომატურად უკვე იხდება. მოდით ეს ცოტა გავადიდოთ. თუ რამეა ყველას ერთად მოვნიშნავთ, ერთად შეგვიძლია ერთად ყველაფერი მოვნიშნოთ. აი ესე გავადიდოთ. გამოვიდანო და იქ. აი ესე. ასევე მოდით დავამატოთ ჩვენი ისარი, რომელიცაც ჩვენ შემდეგ ნაყინზე გადავდიოდით კოსტიუმზე. ანუ ერთი ნაყინიდან მეორეს რო გადავიდეს, ხო ის არის? ხო. მოდით ახლა მაშინ ის დავხატოთ. აი აქ ავუჩიოთ დახატვა. პალიტრა შევიჩიო და ესეთი, ესეთი ისფერი ცოტათი, ცოტა მოლურჯო რომ იყოს, აი ესე. და ასევე მოდით თუ რამეა თქვენ თუ იცოდით, კიდევ კონტურის შეცვლაც შეიძლება. კონტურის შეცვლა? კი. აი ახლა ამ ჩვენს კვადრატს აქვს ჩვეულებრივი კონტური. მაგრამ მოდით ცოტა ის გავაკეთოთ, აი ესე იხლებით. ესე. ანუ კონტურს ცალკე შეგვიძლია ზომა მიუთითო. კი. მოდით აქ ცოტა ფერი შევწვო, აი ესე. ახლა ვარჩევთ ფორმის შეცვლა. ირაკლი, მახსოვს ორჯერ უნდა დავაჭიროთ წერტილს. კი. რა მაგარია. ეს ის არის მზად არის, აქ გადმოვიტანოთ. და ახლა დავწეროთ მოდით ჩვენს ნაყინს პირველად კოდი. პროგრამირების ყველაზე საინტერესო ნაწილი ვიდეო. კი. გადავიდეთ მოვლენებში და ავირჩიოთ პირველი ბლოკი, როდესაც აჭერ მწვანე დროშას. შემდეგ გარეგნობაში გადავიდეთ და ავირჩიოთ ეს ბლოკი. დააყენე ზომა 100%. 100%. შემდეგ ავირჩიოთ ასევე გადაერთე კოსტიუმზე და აქ ავირჩიოთ კოსტიუმი 1. შემდეგ ასევე მივუთითოთ გამოჩნდი, მაინც ყოველ შემთხვევისთვის. და ასევე მივუთითოთ აქ მოძრაობაში, ავირჩიოთ ეს ბლოკი გადადი X, ჩვენ შემთხვევაში 1-ში და Y 8-ში. და ეს ბლოკი შევაერთოთ. ეხლა გადავიდეთ მართვის სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი მუდმივად. ეხლა მე ამ კოდს იმისთვის ვწერ, რომ ამ ნაყინთან ჩვენ მაუს რომ მივიტანოთ, ის რომ გადიდეს. ეხლა თქვენ ალბათ მე გასწავლეთ ეს ბლოკი თუ და მაშინ, მაგრამ აქ არის სხვანაირი ესეთი ბლოკი. თუ და მაშინ და სხვა შემთხვევაში. ეხლა ერთი უნდა გაგაცნოთ ერთი ესეთი სექცია, სენსორები. და ავირჩიოთ აქ პირველი ბლოკი. ეხება თაგვის მაჩვენებელს. ეხლა ნახეთ, გამოგივიდა ესეთ წინადადება, ასე ვთქვათ. თუ ეხება თაგვის მაჩვენებელს, მაშინ. და ეხლა გარეგნობაში გადავიდეთ და ავირჩიოთ აი აქ ეს ბლოკი. დააყენე ზომა 100%. აქ დავწეროთ 120. ანუ როცა მიიტან იქ მაუს, შეიცვლება კი. 100-ის მაგნად გახდება 120. კი. გასაგებია. და ეხლა არ ვიღოთ კიდევ იგივენაირი ბლოკი, დააყენე ზომა 100% და შევაერთოთ აი აქ. ეხლა ნახეთ რა გამოგივიდა. თუ ეხება თაგვის მაჩვენებელს, მაშინ დააყენე ზომა 120%. ხოლო სხვა შემთხვევაში, ანუ თუ არ ეხება თაგვის მაჩვენებელს ჩვენი სპრაიტი, დააყენე ზომა 100%, ანუ შენ საწყის ზომას დაუბრუნდი. გასაგებია. ეს შევაერთოთ და ნახოთ რა გამოგივიდა. ნაყინთან რომ მივიტანოთ მაუს, ის დიდდება, ხოლო რომ გამოვწევთ, დაპატარავდება. უფრო დიდი ნაყინი ჩოფია, უფრო მეტ შევჭა. კი. ეხლა იგივე კოდი რომ არ ვიწოდოთ და რომ ის არც არ დაუწეროთ, მოდით უბრალოდ ის გადმოვიტანოთ. აი ეს. ის დაკოპირდა ის არის. კი. გადავიდეთ და ეს უკვე გამზადებული კოდი გვიწერია აქ სკრიპტი.
ანუ შენ მარტო ერთისთვის გააკეთებ და ყველაფრისთვის გამოიყენებ. ნუ კი. ავირჩიოთ ახლა მოვლენებიდან პირველი ბლოკი, როდესაც აჭერ მწვანე დროშას. შემდეგ გარიგნობიდან ავირჩიოთ ბლოკი დააყენე ზომა 100%. შემდეგ მოძრაობიდან ავირჩიოთ გადადი x 159-ში და y 21-ში, ნუ ჩემს შემთხვევაში. ეხლა მოვლენებიდან ავირჩიოთ ეს ბლოკი, როდესაც აჭერ ამ სპრაიტს. და მივცეთ აქა გადაეცი, შეყობინება უნდა ავირჩიოთ და მოდით აქა დავწეროთ შემდეგი. კი, ასე. იმისთვის რომ ჩვენი ნაყინი შემდეგ კოსტიუმზე გადაერთოს. გადაერთოს, ვა. ეხლა ავირჩიოთ ეს ბლოკი. როდესაც ვიღებ შემდეგს, გადავიდეთ ახლა გარიგნობაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი, მომდევნო კოსტიუმი. მომდევნო კოსტიუმი, აჰა. მოდით ახლა ეს შევინახოთ ჩვენი პროექტი, დავაჭიროთ აქა შეინახე ახლოს და ვნახოთ რა გამოგვივიდა. აბა. ნაყინთან რომ მივიდან ის არის, ის დიდდება, ასევე ის ართანაც. და მას რომ დავაჭერთ, ჩვენი ნაყინი იცვლის თავის კოსტიუმს. ეს თიჯდება ხო მეორე ნაყინი? კი. აჩვენებო. აი. ვარა მაგარია. აუ რაღაც აკლია. შენ გამზადებული მასში იყო უფრო ხიარული ეს ყველაფერი. კი, რადგან მე დავამატე აქ ფონური მუსიკა. აი ფონური მუსიკა დამაკლდა. აბა. გადავიდეთ აქ სცენის კოდში. და ავირჩიოთ ეს ბლოკი მოვლენებიდან. როდესაც აჭერ მწვანე დროშას, შემდეგ მართლა შევავირჩიოთ ეს ბლოკი მუდმივად. შემდეგ გადავიდეთ ხმებში და მოდით ხმა ავირჩიოთ აქა ციკლებიდან. ნუ ჩემს შემთხვევაში ესეთი აქა ოდესონგი არის, ესე ქვია. ეს მოგეწონა ხო? ნუ კი. ამას ავირჩევ. და ეხლა კოდში, აი აქა ხმაში ავირჩიოთ ეს ხმა. მას. აჰა. და ნახოთ რა გამოგვივიდა. დავაჭიროთ შეინახე ახლას. აი აქ ჩვენი ფონური მუსიკაც იკვრება, ასე ვთქვათ და ყველაფერი მუშაობს. ყველაფერი გამზადდა. კი. აი ესე. რა მაგარია. ირაკლი, იცი რა, აი ყოველი გაკვეთილი უფრო და უფრო საინტერესო ხდება. მეც ასე ვფიქრობ. ძალიან კარგი. ბავშვებო, თქვენ ხომ მოგწონთ ჩვენი გადაცემები? აი, გამოგვიგზავნეთ შთაბეჭდილებები, ისევ და ისევ შეგახსენებთ codnachi@gmail.com-ზე და გამოიწერეთ ერთად ირაკლი ჩვენი არხი, YouTube არხი. აბა, კარგად იყავით ბავშვებო. ნახვამდის ბავშვებო.